2019 წლის აზიის თასზე დაინიშნა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური პენალტი. სირიის ფეხბურთელები ერთმანეთს დაეჯახნენ და ავსტრალიელების საჯარიმოში დაეცნენ. თან ისინი ახლოსაც არ იყვნენ ავსტრალიელებთან. თუმცა მსაჯმა არარეალური შეცდომა დაუშვა და 11 მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. თავად სირიელებმა სიმართლე არ აღიარეს და ანგარიშიც გაათანაბრეს. თუმცა ავსტრალიის ნაკრები გაგიჟდა ასეთი უსამართლობის გამო. მოვაწყო შტურმი ოპონენტის კართან და შეძლო გამარჯვების გამოგლეჯვა დამატებით დროში. ეს იყო ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი. ხშირად ფეხბურთელები ცდილობენ, რომ სამართლობა აღადგინონ ან არასპორტული, ან ძალიან რადიკალური მეთოდებით. დღეს თქვენ ნახავთ ტოპ 10 შურიზიების ეპიზოდს ფეხბურთში. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, 1000 გამომწერამდე სულ რაღაც 10 გამომწერი გვაკლია და ეს ჩვენთვის დამატებითი мотиваცია იქნება. მე-10 ადგილი დავუთმოთ ახალგაზრდულ შეხვედრებს ფეხბურთში. ეს არის 21 წლამდეთა შეხვედრა ევროზე გასასვლელად, საფრანგეთი-შვედეთი. კურძავა მაშინ ფრანგების ვარსკვლავი იყო. დასასრულამდე რამოდენიმე წუთით ადრე მან გაიტანა და დამცინავი ჟესტით აღნიშნა გოლი. თან სპეციალურად ოპონენტების წინ აღნიშნავდა. მოკლედ არ ვიცი ფრანგულში არსებობს თუ არა გამოთქმა ისინის იცვლის ბოლოს იცინის, მაგრამ ეს ამ ეპიზოდს ნამდვილად ერგება. შვედები ამ დაცინის შემდეგ ათამაშდნენ და დარჩენილ დროში შეძლეს იმ ანგარიშის გაკეთება, რითიც ევროზე შვედეთი გადიოდა. ამის შემდეგ კი იყო ყველაზე ტკბილი. სკანდინავიელებმა მთელი გუნდით გაიმეორეს კურძავას ჟესტი. მეცხრე ადგილზეა გუნდური შურიზიება, უпроსტად რევანში. გუშინ ჩვენ წავაგით, ამიტომ დღეს უნდა მოვიგოთ. ასე ფიქრობს ნებისმიერი ნორმალური კლუბი. ასეთი შემთხვევები ბევრია, თუმცა ყველაზე ცნობილია PSG ბარსას დაპირისპირება, ისევ კურძავას მონაწილეობით. მოკლედ ვერ ისვენებს. ალბათ ყველას გვახსოვს მეროთფინალის პირველი შეხვედრა, როცა 4-0 გადაუარა PSG ბარსელონას. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თამაშის შემდეგ PSG-მ კატალონიელების დაცინვა დაიწყეს. კერძოდ რაბიომ და კურძავამ აღნიშნეს გამარჯვება ფოტოთი, სადაც ერთი აჩვენებს 4-ს გოლების რაოდენობის მიხედვით, მეორე 2-ს ვიქტორია. ალბათ ჯობდა რომ ბარსელონა არ გაებრაზებინათ. 6-1 საპასუხო შეხვედრაში და PSG ვარდება ტურნირიდან. მართალია ყველას გვახსოვს, როგორი 6-1 იყო, თუმცა მატჩის შემდეგ უკვე ნეიმარი, რომელიც მაშინ ბარსაში თამაშობდა, ტროლავს პარიზელებს და თავისთან დებს კურძავას და რაბიოს ფოტოს წარწერით. 4+2 უდრის 6. ზუსტად ამდენი გოლი გაიტანეს კატალონიელებმა. მერვე ადგილზეა დიეგო კოსტა, არსენალის ფეხბურთელების წინააღმდეგ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ კოსტამ თავის სტილში, სანამ საჯი ვერ ხედავს, რამოდენიმეჯერ სახეში დაარტყა მეთოფეების მცველს, კოსშელმის. მან მოითმინა, მაგრამ ვერ მოითმინა ბრაზილიელმა გაბრიელმა, ფრანგის თანაგუნდელმა. ის აღშფოთებული იყო კოსტას აქციებით. დამას სამაგიეროს გადახდა მოინდომა. თუმცა თავისი დარტყმა ვაიშურის მაძიებელმა პირდაპირ საჯის თვალწინ განახორციელა. შემდეგ კოსტას პროვოკაციასაც უპასუხა და წითელი ბარათიც მიიღო. დიეგო კმაყოფილი იყო და ჩელსიმ 2-0 მოიგო, თუმცა კოსშელნი მეზღე დაიმახსოვრა. ამიტომ შემდეგ სტუმრად არისტოკრატებთან პირველივე წუთიდან მაქსიმალურად უხეშად დაიწყო თამაში კოსტას წინააღმდეგ და მისსავე ბინძურ ილეთებს იყენებდა. შედეგად კოსტა აფეთქდა ბრაზისგან, თუმცა ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა იმ შეხვედრაში. 0-3 მეთოფეების გამარჯვება. მეშვიდე ადგილი. ეს არის პრესაში ბევრი ლაპარაკის პასუხი. მსგავსი შემთხვევა ძალიან ბევრია, როცა თამაშის წინ, მაგალითად ფეხბურთელები ან მწვრთნელები თავის მოწინააღმდეგეს აკრიტიკებენ, ხოლო კრიტიკის მსხვერპლი თამაშით პასუხობს. მოდით გავიხსენოთ ყველაზე ვარსკვლავური შემთხვევა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ბარსელონას წინააღმდეგ ბაიერნის მეკარე ნოიერი ალაპარაკდა ლეკიპის ჟურნალისტებთან. მესისთან მნიშვნელოვანია ავტორიტეტის ჩვენება. აჩვენო ვინ არის აქ ბოსი. მე ეს უკვე გავაკეთე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და ამან მშვენივრად იმუშავა. უკეთესი იქნებოდა მანუელ შეერჩია რა ეთქვა. რა თქმა უნდა ეს ინტერვიუ მესის ყურამდეც მივიდა და ის ძალიან გაბრაზდა. ამ თამაშში მესი შეუჩერებელი იყო. არგენტინელმა ნოიერ ჯერ ახლო კუთხეში შეუგდო და შემდეგ ბოატენგიც მოაჯინა, რის შემდეგაც ნოიერი არც კი შეიმჩნია ისე მარტივად გადაუგდო თავზე. შედეგად ბაიერნის განადგურება და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. მოკლედ მესიმ ნოიერს აჩვენა თუ ვინ არის აქ ბოსი. მე-6 ადგილზეა ლამაზი და რაც მთავარია, სუფთა სპორტული შურისძიება. 2010-იანი წლების დასაწყისში რობენმა სახელი გაითქვა მნიშვნელოვან თამაშებში გადაწყვეტი ეპიზოდების ვერ გამოყენებით. ორი გამოუყენებელი მომენტი ერთ-ერთზე სოფლიოს ფინალში და საბოლოო მარცხი. გაბუჭებული პენალტი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ექსტრა ტაიმებში და ბუნდესლიგის გადამწყვეტი შეხვედრა 11-12 წლების სეზონში. რობენი ისევ აფუჭებს 11 მეტრიანს. დორტმუნდის მცველი სუბოტიჩი ვერ იკავებს ემოციებს და იწყებს ჰოლანდიელის დაცინვას. ბავარია აგებს ამ შეხვედრას და ჩემპიონატსაც.
მოკლედ, რობენის კოშმარი, რომლისგანაც ყველაზე მეტად სუბოტიჩის დაცინვა დაამახსოვრდა. ამ დაცინვისგან ბავარიის ყველა ფეხბურთელი შოკში იყო. თუმცა ერთი წლის შემდეგ ბაიერნი ხვდება დორტმუნდს ლიგის ფინალში და უცებ რობენი ანტიგმირიდან საფეხბურთო მკვლელი ხდება. როდესაც რობენი იტანა გამარჯვების გოლს 99 წუთზე, ბოლოს ვისაც შეეძლო მისთვის ხელი შეეშალა იყო სუბოტიჩი. თუმცა მან მხოლოდ მუხლებზე გასტრიალება მოახერხა. მთავარ დაპირისპირებაში მიუხედმა გაიმარჯვა, ხოლო ფინალური სასწრების შემდეგ უკვე რობენის თანაგუნდელი ბოატენგი იმეორებდა იმას, რასაც სუბოტიჩი აკეთებდა, რომელსაც უეცრად ეს არ ესიამონა. მეხუთე ადგილზე გავიხსენოთ სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევა. კუკურელია ჰალანდის წინააღმდეგ. ესპანელმა საკმაოდ შთამბეჭდავად ჩაატარა ევრო, რომელიც საბოლოოდ ფურია როხამ მოიგო. აქ შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, თუ რა შუაშია ჰალანდი, რომელიც საერთოდ არ გამოდიოდა ამ ტურნირზე. პასუხი კი სიმღერაა, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ევროს შემდეგ. ამ სიმღერას როგორც ესპანეთის ნაკრები, ასევე თავად კუკურელიაც მღეროდა. სიმღერა, რომლის მთავარი მომენტიც არის სიტყვები. კუკურელია ჭამს პაელას, კუკურელია სვამს ესტრელას. ჰალანდ უკეთესია იკანგალო, რადგან კუკურელია მოდის. ამ სიმღერამ განსაკუთრებით საინტერესო გახადა ამ წლის პრემიერ ლიგის პირველი ტური, სადაც სიტი სტუმრად ჩადიოდა ლონდონელებთან. ჰალანდი განსაკუთრებით მოტივირებული იყო, რაც კონვერტირდა იმაში, რომ მან უკვე მე-18 წუთზე შეძლო გოლის გატანა და სწორედ კუკურელია მოაჯინა ტრაკზე გოლის მომენტში. საბოლოოდ ეს თამაში სიტიმ 0-2 მოიგო და მატჩის შემდეგ ინტერვიუში ჰალანდმა კუკურელიას სასაცილო კაცი უწოდა. ძალიან საინტერესო სიახლე მინდა გითხრათ, ჩვენ გავხსენით საკუთარი ონლაინ მაღაზია Sport Vibe, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის ბუცები. Facebook ლინკის გვერდი იქნება აღწერაში, გადადით, ძალიან მაგარი ფასაკლებები გვაქვს. მეოთხე ადგილზეა აღნიშნვის ორი ისტორია, რომელიც მიზანმიმართული იყო ოპონენტის მიმართ შურიზიებისკენ. მოკლედ, ეს არის პირველი ისტორია. პოდოლსკი და შაჰინი მოედნის ცენტრში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კიელნი ბორუსიის დაპირისპირების დროს. რამოდენიმე წამის წინ ლუკასმა ანგარიში გაათანაბრა და გადაწყვიტა ოპონენტისთვის დაეცინა. მან გერმანიის და თურქეთის შეხვედრა გაიხსენა. 3-0. ჩვენ თქვენ 3-0 გადაგიარეთ. ეუბნება და აჩვენებს მას გერმანელი თავდამსხმელი. კარგი არგუმენტი იყო, თუმცა შაჰის უკეთესი გონა ჩაფიქრებული. შაჰინი გამარჯვების გოლს იტანს 91 წუთზე და სიხარულისგან მუხლებზე სრიალით გზას უჭრის ლუკაშს. მოკლედ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცენის. და მეორე ისტორია, ბეშიქტაში ფენერი, თურქეთის თასი. ვამპერსი მოახდინა ოპონენტის პროვოცირება და გაგდება, რაც ძალიან არ მოეწონა უზიაკობს, რომელმაც ასევეცადა ვამპერსის პროვოცირება, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. რობინი არ მოიქცა კარგად, მაგრამ მეგობრისგანაც არ მოელოდა მსგავს აქციას. ამიტომ მალევე გაიტანა გამარჯვების გოლი და მანაც მოწინააღმდეგის წინ გასტრიალებით აღნიშნა ეს გოლი. საბოლოოდ ბეშიქტაშმა ფენერთან წააგო. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, ვინ არის მართალი ამ ისტორიაში, რადგან ვამპერსი თავიდან არ სუისე კარგად მოიქცა და ბარემ ჩვენი არხის გამოიწერეთ და ვიდეოს დალაიქებას არ დაგავიწყდეთ. ეს ჩვენს არხს განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომში ბევრ საინტერესო ვიდეოს და რუბრიკას ნიშნავს. სამეულს ხსნის ემერე ბელეზოღლუ, რომელიც ცნობილია ინტერში, ნიუკასლში და ატლეტიკოში თამაშით. ის ასევე ცნობილია თავისი რასისტული გამონათქვამებით. სამჯერ პრემიერ ლიგაში მან რასისტული ნიშნით მიაყენა ფეხბურთელებს შეურაცხყოფა. ამიტომ თურქეთის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგაც მან გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის არ ეღალატა და ერთხელაც კოტ-დივუარის ნაკრების ფეხბურთელს დიდიე ზაკარას უწოდა სიტყვა ენზე. ალბათ ყველა ხვდებით, რაც იგულისხმება. საქმემ სერიოზული გაშუქება მიიღო. ფეხბურთელს სასამართლოშიც კი უჩივლეს, თუმცა თურქული სამართალი მხოლოდ პირობითი სასჯელით შემოიფარგლა. ემრეს დიდიესთან რეალური შურისძიება მეორე დაპირისპირებაში ელოდა, როცა მან დისკვალიფიკაცია მოიხადა. ჯერ კოტ-დივუარელმა არ ჩამოართვა ხელი, ხოლო შემდეგ ემრეს ემა დაიწყეს ოპონენტება. როდესაც ემრეს ბურთი ჰქონდა, ბურთი არავის აინტერესებდა. საბოლოოდ კი თავად ზაკარამ დაიჭირა შესაფერისი მომენტი და ორთავძოლის დროს მთელი ძალით დაარტყა ემრეს პახში. შედეგად თურქი ნახევარმცველის ცვლილება და რამოდენიმე ყვითელი ბარათი. სამაგიეროდ ემრეს აღარასოდეს გამოუყენებია სიტყვა ენზე. მეორე ადგილი დაიკავა უზარმაზარი ეგოს მქონე ფეხბურთელმა, რომელსაც არ შეუძლია წყენის დავიწყება. საუბარია კრიშტიანო რონალდოზე. თუმცა მანამდე მცირე წინასიტყვაობა. პორტუგალიელი აშკარად ფლობს იმ ტექნიკას, რომელსაც მაიკლ ჯორდანი იყენებდა, რომელსაც ჰაერივით ჭირდებოდა გაბრაზება. როდესაც შურიზიება იყო საჭირო, ის ნამდვილი სუპერმენი ხდებოდა. მაგრამ თუ მეტოქეს არ სურდა მისი გაბრაზება, ის თავად ცდილობდა მეტოქის წამოკიდებას, რომ ამ ყველაფრისგან ენერგია მიიღო. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ მოწინააღმდეგე კლუბების მწვრთნელები უგრძელავდნენ მოთამაშეებს ჯორდანთან საუბარს პარკეტზე.
ახლა კი ორი საჩვენებელი ისტორია კრისტიანო რონალდოზე. რონალდო ჯერ გააბრაზა ზეპ ბლატერმა. როდესაც ის პასუხობდა ოქსფორდის სტუდენტების კითხვას, მესი თუ რონალდო. ბლატერმა აშკარა უპირატესობა მიენიჭა მესის, რათა პორტუგალიელის პაროდიას გააკეთა. იგი მეთაურივით არის მოედანზე. რონალდო ძალიან გაუბრაზა ფიფას. მან რეალის მაისური თეთრიკი შეასრულა. გოლები აღნიშნა მეთაურის ჟესტით და სოციალებში სარკასტული პოსტის გამოაქვეყნა. ვუსურვებ მისტერ ბლატერს ჯანმრთელობას და ცხოვრების მრავალ წელს, რათა შეძლოს თვალი ადენოს თავისი საყვარელი ფეხბურთელების და გუნდების წარმატებას. და კიდევ ერთი ისტორია, თუ რატომ არ უნდა გავაბრაზოთ რონალდო. 2015 წლის ივნისში ის პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ჩავიდა სომხეთში, სადაც აეროპორტში დახვდნენ ადგილობრივი გულშემატკივრები, რომლებმაც მესის კანდიდატება დაიწყეს. ამაზე რონალდო ძალიან გაბრაზდა. სტადიონზე ეს გაგრძელდა. შედეგად პრესინგი გულშემატკივრების მხრიდან სომხეთის ნაკრებისთვის ძალიან ცუდად დამთავრდა. რონალდომ ჰეტრიკი შეასრულა. ყურთან მიდებული ხელი. ეს იმისთვისა, რომ არავის ეფიქრა, რომ რონალდომ უბრალოდ შეყარა ეს ბურთები. ზუსტად მისი 3 გოლი იყო საჭირო გამარჯვებისთვის, 2-3. ის უბრალოდ ვალდებული იყო სამაგიერო გადაიხადა გულშემატკივრებისთვის. და პირველ ადგილას ალბათ ყველაზე ცნობილი შურიზიების ისტორია ფეხბურთში. როი კინი ალფინგ ჰალანდის წინააღმდეგ. ირლანდიელმა ვერ მოითმინა სიმულაციის ბრალდება ნორვეგიელთან დაჯახების შემდეგ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კინი პენალის გამოძალვას ცდილობდა. სინამდვილეში კი მათი შეტაკების შედეგად კინმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ყესების გაწყვეტა და თითქმის 1 წლიანი მკურნალობა. მოკლედ, 4 წელი გავიდა და ეს ისტორია ყველას დაავიწყდა კინის გარდა. ჰალანდი იმ დროისთვის უკვე იუნაიტედის მტერ სიტიში გადავიდა და ამის გამო შურიზიება უფრო ტკბილი გახდა. ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს კინმა ლამის მოწყვიტა ფეხი ჰალანდს, რათა შეაფურთხა დამარცხებულ მოწინააღმდეგეს, რომელიც საკაცის გაყავთ მოედნიდან. კინს კი პირდაპირ წითელი და 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და იმ დროისთვის რეკორდული 150.000 ევრო ჯარიმა. მალევე კინმა სახალხოდ აღიარა შურიზიებაზე. მე ძალიან დიდხანს ველოდი. მე მას მთელი ძალით დავარდყი. იმ სეზონში სიტი ჩემპიონშიპში გავარდა. ალფმა კი ვერ შეძლო ტრავისგან საბოლოოდ განკურნება. დაბრუნების შემდეგ მას 3 მატჩი ჩაატარა და ბუცები ჩამოგიდა. თუ არის რამე, რასაც ვნანობ, ეს ნამდვილად არ არის ერთ-ერთი მათგანი. წერდა ირლანდიელი ავტობიოგრაფიაში. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე შეგიძლიათ ნახოთ სხვა ვიდეოებიც, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო საფეხბურთო ფაქტები გვიდევს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, უხდება თუ არა ფეხბურთს ასეთი შურიზიებები. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველა კომენტარს პასუხობთ. შეხვედრამდე.